კვლევი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. რეგიონებში შექმნილ პრობლემებზე საუბრობდნენ დღეს პარლამენტის სესიაზე ქრისტიან დემოკრატები. გიორგი თარგამაძის თანაგუნდელები ყურადღებას ამახვილებენ მთის რეგიონზე და მთის კანონების ასამოქმედებლად და მიგრაციის შესაჩერებლად ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნას ითხოვენ. ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით განსაკუთრებით რთული ვითარება ცაგერსა და ლეჩხუმშია. ქრისტიან დემოკრატების ლიდერმა კი სენაკსა და ხობში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. თარგამაძის ინფორმაციით შენობების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები გაფლანგულია. ვიღაცა ფულს აკეთებს დევნილებზე. ამიტომ ქრისტიან დემოკრატებმა ვისარგებლოთ რა მიუფლებით, რომელიც მონიჭებული გვაქვს ჩვენ კანონმდებლობაში შეტანილი ახალი ცვლილებებით, მიმართეთ კონტროლის პალატას, რათა უშუალოდ ჩვენს მიერ მითითებულ და ასევე სხვა ადგილებზე, სადაც შემოსული იქნება მსგავსი ინფორმაცია, ადგილზე ჩავიდეს კომისია, შეისწავლოს, რადგან აშკარად სახეზე არის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა. ეგ თავაზობთ ბატონო მიხეილო, შექმნათ ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც დაიწყეს მუშაობას იმ შემოთავაზებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც იქნება ბიბლიური კონკრეტულ სოციალურ პირობების შექმნაზე აი ამ რეგიონებში და შედეგად მივიღებთ სწორედ იმას, რომ უნდა მოახერხოთ, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ უკან და იმ სახლებში დამკვიდრდნენ, რომელიც მათი პაპები და მათი წინაპრები ცხოვრობდნენ.